მოგესალმებით. პირველ რიგში მე მინდა გიპასუხოთ ჭიათურიდან, ჭიათურაში ვარ ახლა და აი რაც ხდება აი ამ ვითარებაში, აი აქ ჭიათურაში ადამიანები შიმშილობენ და ითხოვენ თავიანთ კუთვნილ ხელფას და ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს. როგორც ამ ადამიანებს აშინებენ, რა მეთოდებითაც მოქალაქეებს უკავშირდებიან, როგორი მეთოდებითაც ცდილობენ მართონ პროცესები, ეს არის სახე ქართული ოცნების. ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება, რომ მომხვეჭელობა გააგრძელონ და ეს შეუძლიათ მხოლოდ ძალადობით, ბრალის წაყენებით, ზეწოლით, დაშინებით. შიშის თესვა, ეს არის ის რესურსი, რომელი რესურსიღა შერჩა ქართულ ოცნებას. ამიტომ ყველა მათი განცხადება, ყველა მათი მოქმედება, ყველა მათი სტრატეგია თუ ტაქტიკა ერთადერთი მიზნით ხდება. მომხვეჭელობა გააგრძელონ. ის რაც ახლა ჭიათურაში ხდება. როგორი მომხვეჭელობითი დამოკიდებულება აქვს აქ ხელისუფლებას, რომელიც კარტელურ გარიგებაშია აქ ვითომ კომპანიასთან, როგორ ანადგურებენ, აჩანაგებენ საქართველოს ამ კუთხეს ხალხს, ეს არის მათი ხაზი. ყველგან დააშინონ ადამიანები, შექმნან ვირტუალური რეალობა, ის რეალობა, რომელიც მათ წარმოუდგენიათ, ტვინების გამორეცხვით, პროპაგანდით, ის რეალობა შექმნან, სადაც მხოლოდ შიში იქნება და ამ შიშის საფუძველზე მართონ პროცესები, იმიტომ რომ მეტი მოიპარონ. აი ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ იმ ქვეყანაში, რომელსაც ჭირდება კარგი სახელმწიფო. სოფო, აი საგამოძიებო მოქმედებების და პროკურატურის განცხადების საკითხსაც რომ მიუბრუნდეთ თუ შეიძლება, რადგან ეს ახალი ამბავია და ვფიქრობ საინტერესო იქნება მასზე კიდევ უფრო დეტალურად თქვენი განმარტებები. ეს როგორ ფიქრობთ, არის საფუძველი კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყების, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის დღესაც მოვისმინეთ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ქართული ოცნების, რომ გახარიას მოუწევს ყველანაირი პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის რატიპის დავალებები იყო გაცემული და ეს იქნებაო სრულად გამოძიების საგანი. ერთ-ერთი დეპუტატი საუბრობდა. ეხლა ხედავთ რა პროცესიც მიდის. ანუ ნაკლები კითხვა რჩება უკვე იმაზე, რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს გამზადებული ოცნებას თქვენი პარტიის ლიდერის წინააღმდეგ? მოდით ასე ვიტყვი, გიორგი გახარიამ ძალიან კარგად იცის რა ბრძოლაში შევიდა და მზად არის ყველაფრისთვის. თავარი მაინც არის, რომ ჩვენ ყველამ ვიცით გიორგი გახარიამაც და გუნდში ყველამ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს თავი გადადებული ჩვენი სამშობლოსთვის და ამ ქვეყანაში, ჩვენ საქართველოში მცხოვრები ხალხისთვის. ეს ვიცით. ამიტომ ის რა ვიცი, ვირტუალურ რეალობას, რაღაც ახალ და დამატებით მას საფუძვლებს მოიფიქრებენ. ბევრი მოგვისმენია, მას შემდეგ რაც გიორგი გახარია პოლიტიკაში დამოუკიდებლად შემოვიდა, მას შემდეგ არის ჩვენზე მსგავსი ზეწოლები. პირველი პერიოდი გახსოვთ, ეს იყო, რომ თითქოს გადატრიალების მოწყობას გეგმავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად. მერე იყო, რომ რაღაცა ნარკომანი არის, მერე იყო, რომ რაღაცა სააკაშვილს შეხვდა და სულ მუდმივად რაღაც ასეთი ბრალდება ისმოდა. მე deep state-მა დარეკა თურმე, ჩვენ ამის არ გვეშინია, ძალიან მყარად ვართ, რაც არ უნდა შეკეროს, შეთხზას, მოიფიქროს, რაღაცა ვირტუალური რეალობების შექმნას და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის. თვითონ ამ განცხადების შინაარსი მოტივაცია ვიბრძოლოთ. სოფო, ამ განცხადების შინაარსი ცნობთ თქვენ პროკურატურის განცხადების, მე მესმის რომ თქვენ ჭიათურაში ხართ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, კიდევ ერთხელ. რატომ გეკითხებით, იცით რომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ევროპულ სასამართლოს მიიღებული აქვს გადაწყვეტილება, აი კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალადობით და იარაღის გადამეტების ფაქტებზე. ანუ თუ იცით აი ეს დეტალები, უბრალოდ გეკითხებით როგორც გახარიას გუნდის წარმომადგენელს, ანუ რა გადაწყვეტილებაა ზუსტად როდის არის მიღებული და რას ეყრდნობა პროკურატურა,
გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც 20 ივნისის საქმეზე დაიწყო გამოძიება პროკურატურაში და გიორგი გახარია მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში მისცა დეტალური ჩვენება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. გიორგი გახარია იყო ის ადამიანი, რომელიც ასევე ეწინააღმდეგებოდა იმ ამნისტიას, რომელიც ამნისტიაც ქართულმა ოცნებამ ნაცმოძრაობასთან ერთად პარლამენტში მიიღო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა განმარტება 20 ივნისთან დაკავშირებით, გამოძიებასთან თანამშრომლობა თუ გამოძიებისთვის დეტალების მიწოდება გიორგი გახარიას უკვე გაკეთებული აქვს და ეს გაკეთებული აქვს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის იყო მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი. ამიტომ იქ რაღაცა დამატებითი ახალი დღეს გუშინ აღმოჩნდა რაღაცა არაფერი არ არსებობს. ყველა დეტალი 20 ივნისთან დაკავშირებით, ყველა დეტალი, მთელი ოპერაცია დღე, მანამდე როგორ იყო, მე რა ხდებოდა, ამაზე ყველაფერზე პასუხები გაცემული აქვს გიორგი გახარიას პროკურატურისთვის. დანარჩენი გეუბნებით, ეს არის ანტურაჟი, ეს არის მცდელობა დაგვაშინონ, ეს არის მცდელობა რომ ყურადღება გადაიტანონ ჩვენზე, მაგრამ გიორგი გახარიასზე მეტად რეალურად დღეს ყველაზე და გიორგი გახარიას ჩვენი პარტიის, ჩვენი ყველას მიზანი არის პოლიტიკაში ადამიანები დავაბრუნოთ და პოლიტიკა ამ ხალხის მსახურებისთვის იყოს რეალურად. აი ხა ჩვენ აქ ჩვენს უკან არის ეს კარავი, სადაც ადამიანები ითხოვენ გათავისუფლებას, დასჯილების, გატაცებულების იმ მაღაროელების, რომლებაც ხმა მოიღეს. და იცით რა იყო, სანამ დააკავებდნენ, ამბობდა ერთ-ერთი მაღაროელი, მე ქართულ ოცნებას მივეცი ხმა, მე ეს ხელისუფლება მოვიყვანე და თქვენ რატომ სჯითო? აი ასეთ ადამიანებსაც კი სჯის ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვინც მოატყუა და ვინც მხარი დაუჭირა. ის ადამიანების კი გაწირა ხელისუფლებამ. ჩვენ რაც არ უნდა კიდე რამდენ საქმე შეკერავენ, კიდე რამდენ რამეს მოიფიქრებენ, კიდევ რაღაც ილუზიებს შექმნიან, ვირტუალურ რეალობას თავიანთი პროპაგანდისტული ტყუილების გამავრცელებელი. მედით სიმართლე ის კატეგორია, რომელიც არსებობს, იმის მიუხედავად დაინახავ მას, მოისმენ მას, თვალს გაუსწორებთ თუ არა, სიმართლე ასე მოდის და დადგება არსად არ წავა. აი ასეთი კატეგორია სიმართლე. ამიტომ რამდენი დამატებითი გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს, ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ და არ დავიხევთ, იმიტომ რომ ეს სჭირდება იმ ხალხს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. საქართველოს ხალხს სჭირდება ჩვენი ბრძოლა. ეს უნდა გაიგონ იმათმა, ვინც პროკურატურას ახალ დავალებებს აძლევს. კარგი, სოფო პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, აი ვინ როგორ ხედავს ამ პროცესს, შემდგომ აი გაგრძელების გზას, აი ბრძოლის, როგორც ხშირად საუბრობთ ხოლმე ამის შესახებ, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. დღეს ვნახეთ რამდენიმე წერილი, ერთი გიორგი ვაშაძის, რომელიც ბოიკოტის მნიშვნელობაზე და პარტიების ერთობის და ეს ურთიერთ რაღაც დაპირისპირების დასრულების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს, ასევე ზვია ცეცხლაძის წერილი, პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირის, რომელიც ბევრ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ამბობს, რომ კატეგორიულად გმობს იმ ლექსიკას, რასაც ლელოს მიმართ იყენებენ, რომ ისინი დგანან მათთან ერთად და დგანან რუსთაველზე ყველა კრიტიკულ მომენტში და ასევე უსვამს ხაზს იმას, რომ საზოგადოებისთვის უნდა მოხდეს უფრო ქმედითი და შედეგისმომტანი გზების შეთავაზება და რომ ერთობის გარეშე არავის არაფერი ელის კარგი. მას ასევე აქვს კითხვები იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან არჩევნებში მონაწილეობის მომხრეები, რომ ამ გზის ეფექტურობაც დასამტკიცებელია და კიდევ უფრო სარწმუნო უნდა იყოს ყველა მხარე, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ ბოიკოტია ეფექტური გზა, ან არჩევნებში მონაწილეობა არის ეფექტური გზა ივანიშვილის გასაშვებად. აი რა სიტყვით თქვენ აი ამ პროცესზე, ეს არის ერთი მოქალაქის სისტემის ტყვის ცეცხლაძის მოსაზრება, რომელსაც შეიძლება მისი სხვა შორის რაციონალურობიდან და ასე ვთქვათ ფაქტის ანალიზიდან გამომდინარე არაერთი მოქალაქე იზიარებდეს, რომ ყველა ჯგუფის არგუმენტი უნდა იყოს უფრო სარწმუნო და რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? ვეთანხმები ზვიაც, ვეთანხმები ჯერ მინდა უთხრა მადლობა მისი ბრძოლისთვის, მისი გამძლეობისთვის, მისი პირუთვნელი პატრიოტიზმისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მას და აუცილებლად ბრძოლად მივიყვანთ ბოლომდე, აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ. დიახ, მე ვეთანხმები ზვიაც იმაში, რომ ჩვენ იმ ადამიანებმა, ვინც არჩევნებზე გასვლით გადავწყვეტეთ ბრძოლა, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოქალაქეებს და მეტად დავარწმუნოთ მოქალაქეები ამ ჩვენი გზის
სისწორეში და მართებულობაში. რა თქმა უნდა, ამ გზასაც ახლავს თავისი რისკები, ვიცით ეს, მაგრამ ის რომ ეს შედეგი გახდეს, ეს პროცესი გახდეს შედეგიანი, ის რომ ადგილ არჩევნებზე გასვლით მეტი შესაძლებლობა გვექნება რეჟიმი შევარყიოთ, ამაზე რა თქმა უნდა უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, ამ ნაწილში ნამდვილად ვეთანხმები ზვიადს. დანარჩენი რაც შეეხება პროცესს, დიახ, ჩვენ ამ პროცესში ვართ, დიახ, ჩვენ თანამშრომლობთ ჩვენს თანამოაზრეებთან და არა მხოლოდ ჩვენს პარტიაში, ჩვენი პარტიის მიღმაც ადამიანებთან, ვინც ამ გზას იზიარებს, ამ ხედვას იზიარებს. ეს პროცესი არის ხანგრძლივი, შრომატევადი, მაგრამ ეს არის ყველაზე, როგორ გითხრათ, ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე სწორი გზა. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ ლელოსთან დაკავშირებით შეფასებები მიუღებელია, ამ ნაწილშიც ვეთანხმები, ძალიან სამწუხაროა ეს. რა თქმა უნდა, როდესაც ასე პირდაპირ მოღალატეობას აბრალებენ ყოფილ თანამოაზრეებს, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ქართული ოცნება და ნაციონალურ მოძრაობა ერთი და იგივე სიტყვებით, ერთი და იგივე ტერმინებით გვიტევს ჩვენ, ვინც მათ ბოიკოტს არ ვეთანხმებით. ძალიან საინტერესო იყო, როცა ანა წითლიძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე ხაზარაძეს მიმართ პრეტენზიები გამოაცხადა პაპუაშვილმა. თითქოს რაღაც შავფულს არ იგებდა ხაზარაძე წითლიძემ გამოაცხადა ნაცმოძრაობიდან და შემდეგ ეს გაიმეორა პაპუაშვილმა. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ეს, რასაც უყურებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ამის მიღმა არსებობს მთავარი მიზანი, რომელი მიზნისთვისაც ძალიან გვჭირდება ერთობა იმ ადამიანებს, ვისაც გვჯერა ამ გზის და მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი აუცილებლად მივა შედეგამდე. დიახ, თანამშრომლობა, იმ ხალხის მოძიება, ვისაც შეუძლია თავის დაბას, თავის სოფელს, თავის ქალაქს მოუაროს. ესეც მინდა გითხრათ, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ეს, როდესაც ბოიკოტისტები მოუწოდებენ ხალხს ბოიკოტში მონაწილეობისკენ და იქვე ამბობენ, რომ ხალხს ეშინია არჩევნებზე გასვლა, რაში სად არის ლოგიკა? თუ ადამიანს ეშინია ფარულ არჩევნებზე ხმის მისაცემად მისვლა, რატო გაბედავს ის ღია პროტესტში ან ბოიკოტში მონაწილეობას? უფრო მეტად არ შეეშინდება? ამიტომ ვამბობ, რომ და თან კიდევ ერთი თვითმმართველობა ადგილზე ადამიანების როგორ გითხრათ, მუშაობა, მე არ ვეთანხმები ვაშაძეს, რომელიც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არაფერი არ არის. თუ ჩვენ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები გვინდა, სისტემური ცვლილებები გვინდა, რეალური დემოკრატია გვინდა, ის უნდა დაიწყოს თვითმმართველობების დემოკრატიის შექმნით და გამყარებით და გაძლიერებით. ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ნამდვილად. სოფო, როგორ ფიქრობთ, აი მკაფიობის არქონა მხოლოდ როგორც თქვენ მოიხსენებთ, ბოიკოტისტების სუსტი წერტილია ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ ბევრჯერ ვახსენე უკვე ზვიადის წერილი, მაგრამ მას მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ აქვს დაყოფილი, რა კითხვებს უნდა უპასუხონ ეგრეთ წოდებულმა ბოიკოტისტებმა, როგორც თქვენ ამბობთ და ასევე რა კითხვებს უნდა უპასუხოს იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც არიან არჩევნებში მონაწილეობის მომხრეები. ამიტომ გეკითხებით, აი ამ მიმართულებაზე რა ტიპის მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტულად, იმიტომ რომ თქვენ შემთხვევაში ეს კონკრეტული საკითხია, ეს უნდა გამოიხატოს თქვენი ელექტორალური მხარდაჭერის ზრდაში, ხომ? თუ ეს თქვათ შესაძლებელია, ამ თვალსაზრისით არის საინტერესო თქვენი აზრი. აი კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ამ კაფეობის ჩვენება სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და ასევე რა რესურსზე არის ლაპარაკი ამ შემთხვევაში? კი, სწორედ ჩვენ ახლა დავიწყეთ ეს პროცესი. ეს პროცესი ინტენსიურად მიდის. უახლოეს მომავალში საჯაროდ მეტი ინფორმაცია გამოვა აუცილებლად. ჩვენი მუშაობის შედეგებსაც უფრო მეტი ადამიანი დაინახავს. ჯერ მიდის ასე თქვა ტექნიკური სამუშაოები, რაც შეეხება ელექტორალურ გზას. ჩვენი მიზანი, ჩვენი პარტიის კონკრეტული მიზანი არ არის მაინც და მაინც ჩვენი კონკრეტული პარტიის ამომრჩევლის და ელექტორატის გაზრდა. ჩვენ აქ ეს პარტია, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ხომ გესმით? და ხშირად მომისმენია ბრალდებათ, რომ თქვენი პარტიის ინტერესები გაქვთო. ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს, რომ ჩვენ მზად ვართ პარტიამ არ დააყენოს კანდიდატი, დაიხიოს უკან და იმუშაოს იმ ადამიანზე, იმ კანდიდატზე, რომელზეც შევჯერდებით, რომელსაც დაუჭერთ მხარს ჩვენი პარტია, სხვა დანარჩენი პარტიები, ის ადამიანები, ვინც ამ ხელისუფლების, ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვით. ჩვენ ამას ვამბობთ ღიად. ეს არის რესურსი, რომ კარგი ადამიანები, ის ადამიანები, ვისაც აქვს ნდობა, ვისაც ვანდობთ და სოფელი ანდობს, ქალაქი ანდობს, დაბა ანდობს,
ოლქი ანდობს მართვას, საკუთარი მომავლის განსაზღვრას, ეს ადამიანები შემოვიყვანოთ პოლიტიკაში. ეს არ არის რესურსი? როგორ არ არის ეს რესურსი, როცა შეიძლება კარგი ხალხი, კარგი ადამიანები, ვინც აქამდე არ იყო ასე შეიძლება პირდაპირ პარტიულ ცხოვრებაში ჩართული, ან თუნდაც პარტიული იყო, მაგრამ კეთილსინდისიერი ამ შრომელია. ასეთ ადამიანებზე შეთანხმება. ჩვენ ვამბობთ ამას, რომ ჩვენ მზად ვართ უკან ჩვენი პარტიული, ასე ვთქვა, კონკრეტული პარტიული ინტერესი დავთვალოთ და მაგალითად მაჟორიტარი არ დავაყენოთ იქან პირიქით ვიღაცას ვიზეთ შევთანხმდებით, იმაზე ვიმუშაოთ ჩვენი პარტიული რესურსით. რატომ არ არის ეს რესურსი, რომ ეს პროცესი ცოცხალი იყოს, ეს პროცესი საინტერესო იყოს, განსხვავებული იყოს იმისგან, რაც აქამდე იყო. რატომ არ შეიძლება ეს დავიწყოთ აქ? კიდე ძალიან რო გიხათ, არ მომწონს ხოლმე, როდესაც თითქოს რაღაცა ელიტა, პატარა ელიტური ჯგუფები სადღაც წყვეტენ ბედს, აი თუნდაც აქ ჭიათურაში. რატო გონია ვიღაცას რომ აი აქ ჭიათურაში ამ მაღაროელებს ნაკლებად უყვართ ან ჭიათურა ან საქართველო. დიახ, ეს ჭიათურა ჯერ ამ მოქალაქეებისა და მერე ჩემიც რა თქმა უნდა. ამათ ყველაზე უკეთესიან აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის ყველაზე სწორი მათთვის და როგორი სახელმწიფო უნდათ, როგორი სამართლიანობა უნდათ. რატომ არ შეიძლება ვენდოთ? მე ვენდობი საქართველოს მოქალაქეებს და ვიცი რომ გადამწყვეტი ბრძოლა როცა იქნება, აუცილებლად გაბედულად შემოვლენ ისინიც ბრძოლაში. ამაში დარწმუნებული ვარ, უნდა ვენდოთ საკუთარ მოქალაქეებს. არ არის ესე რომ რაღაცა ეგრეთ წოდებული ელიტარული ჯგუფები, რომელსაც პარტიული თუ პოლიტიკური ლიდერები დავირქვით, მხოლოდ ჩვენ ვართ ის, ვინც ვიცით რა სჭირდება საქართველოს. უნდა ვენდოთ საქართველოს ხალხს, იმ ხალხს, ვისი მსახურებაც გვინდა ჩვენ პოლიტიკოსებს.